6 ძაღლი, რომელსაც დოგო არგენტინოს დამარცხება შეუძლია. დოგო არგენტინო გადაშენებული კორდობას საბრძოლო ძაღლის შთამომავალია. ეს ძაღლი საკმაოდ აგრესიული იყო და ბრძოლის გარდა ბევრი არაფერი შეეძლო. 1920-იან წლებში არგენტინელმა კაცმა სახელად ანტონიო ნორეს მარტინესმა დაიწყო ამ ჯიშის შეჯვარება. მისი მიზანი იყო, რომ კორდობას საბრძოლო ძაღლისგან გამოიყვანა ისეთი ჯიში, რომელიც მეტად მოусმენდა ბრძანებებს და ნაკლებად აგრესიული იქნებოდა. ანტონიო ცდილობდა, რომ ძაღლის ძალადობის ინსტინქტი ნადირობის მოთხოვნილებაში გადაეყვანა. არაერთი წლის შემდეგ მან საბოლოოდ დააბალანსა ძაღლში ეს ორი თვისება და გამოიყვანა დოგო არგენტინო, რომელსაც არგენტინულ მასტიფსაც ეძახიან. ეს არის ძაღლის პირობაზე საკმაოდ დიდი, ათლეტური და ძალიან ძლიერი ცხოველი. ამასთანავე შეუძლია კარგი ოჯახის ცველი ძაღლიც იყოს. სხვადასხვა დოგო არგენტინოს საკმაოდ ხშირად ჩვევია უცხო ადამიანებისა და სხვა ცხოველების მიმართ აგრესია. ამასთან ერთად გამოირჩევა ენერგიულობითაც. ამ მიზეზების გამო დოგო არგენტინოს სჭირდება პასუხისმგებლიანი პატრონი, რომელმაც იცის როგორ მოექცეს მას. რადგან შეიძლება ზოგჯერ თავი თქვენზე მაღლას დააყენოს და საერთოდ აღარ დაგემორჩილოთ. დოგო არგენტინოები მონაწილეობენ დიდ ცხოველებზე ნადირობაში და ხანდახან პოლიციის ძაღლებიც არიან ხოლმე. არგენტინული დოგი ზომით საშუალოზე დიდია. ის სიმაღლეში 60-დან 78 სანტიმეტრამდე იზრდება. წონაში კი 36-დან 45 კილოგრამამდე მერყეობს. მოკლედ დოგო არგენტინოს სიძლიერეზე ასეთი უცე წარმოდგენა შევიქმნით. ახლა კი მოდით ნახოთ რამდენად ძლიერია ის სხვა ძაღლებთან შედარებით. კანე კორსო. კანე კორსოს ჯიში უძველესი რომიდან მოდის. იქ ის მეომარ და მცველ ძაღლად გამოიყენებოდა. სწორედ ამის გამო კანე კორსოს ბრძოლის უნარიანობა და სიმამაცე გენეტიკაში აქვს. ამ ძაღლებს სულ ცოტა ხნის წინ ძალიან ხშირად იყენებდნენ ფერმერები, ასევე მონადირეებიც. ეს ძაღლი დარბის 50 კმ/სთ სიჩქარით და აქვს 700 psi კმენის ძალა, რაც რა თქმა უნდა ნადირობაში ძალიან ეხმარება. ამ ძაღლის ზომას რაც შეეხება, კანე კორსო დოგო არგენტინოზე საშუალოდ 5 კილოგრამით უფრო დიდია და რამდენიმე სანტიმეტრით მაღალიც. უნდა აღინიშნოს, რომ კანე კორსო ძალიან ენერგიული ძაღლია და მისი პატრონობა ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა. მოკლედ რო ვთქვათ, ამ სიაში გამოუცდელი პატრონებისთვის არც ერთი ძაღლი არაა ზედგამოჭრილი. დოგო არგენტინოსა და კანე კორსოს შორის დაპირისპირებაში გაზომვადი მონაცემებით კანე კორსო უდაოდ ლიდერობს. ის არგენტინულ დოგზე ცოტათი უფრო მაღალი და მძიმეა და აქვს 700 psi ყბის ძალა, როცა არგენტინულ დოგს მხოლოდ 500 აქვს. სწორედ ამიტომ ამ ბრძოლაში ორივე შეუძლია გამარჯვება, მაგრამ კანე კორსოს ცოტათი მეტი შანსი აქვს. ტიბეტური მასტიფი. ტიბეტური მასტიფი გამოირჩევა იმით, რომ ერთ-ერთი უძველესი ძაღლის ჯიშია. ის საუკუნეების წინათ გამოიყვანეს ტიბეტის ტერიტორიაზე, რომელიც დღეს ჩინეთის ნაწილია. ტიბეტური მასტიფები ისტორიის განმავლობაში ძირითადად საქონლის ცველი ძაღლების როლს ითავსებდნენ. დღესდღეობით მათ ჩვეულებრივ ოჯახებში შეხვდებით, რაც ამ ძაღლის ზომიდან გამომდინარე საკმაოდ უცნაურია. ტიბეტური მასტიფი სიმაღლეში დაახლოებით 66 სანტიმეტრამდე იზრდება და 45-დან 73 კილოგრამამდე იწონის. თავისი ზომიდან გამომდინარე გასაკვირი საერთოდ არ არის, რომ ეს ძაღლი ძალიან ძლიერიცაა. სხვადასხვა თავიანთ ზომასთან შედარებით ტიბეტური მასტიფები ძალიან მოქნილები და სწრაფები არიან. ამ ძაღლს აქვს საკმაოდ სოლიდური კმენის ძალა და ამასთან ერთად ძალიან გამძლეა. ბრძოლის შემთხვევაში დოგო არგენტინო ტიბეტურ მასტიფზე უფრო მოქნილი და სწრაფი იქნება, მაგრამ მაინც გონია, რომ მას ტიბეტური მასტიფის გამძლეობასა და ზომასთან გამკლავება ძალიან გაუჭირდება. ამ ყველაფრის გამო ამ ბრძოლაში უპირატესობას ტიბეტურ მასტიფს ვანიჭებ. ინდური მასტიფი. ინდური ანუ ალანგუს მასტიფი არის საკმაოდ დიდი ძაღლი, რომელიც ინდოეთში წარმოიშვა. ის სიმაღლეში 63-დან 83 სანტიმეტრამდე მერყეობს და 68-დან 90 კილოგრამამდე იწონის. დოგო არგენტინო უკვე დიდი ხანია მონადირე ძაღლად ითვლება. ინდური მასტიფიც განთქმულია ამ საქმიანობით და სხვადასხვა პაკისტანში ძაღლების ჩხუბისთვისაც გამოიყენება. ინდური და არგენტინული მასტიფები იზიარებენ მახასიათებლებს. არიან ძლიერი და ზოგჯერ აგრესიული ძაღლები. მათ შორის ბრძოლაში ბრძოლის გამოცდილებიდან და სიდიდიდან გამომდინარე ვფიქრობ, რომ გაიმარჯვებდა ინდური მასტიფი. ყველაფერს რო თავი დავუნებოთ, ზომაში მისი უპირატესობა უბრალოდ ძალიან დიდია. როტვეილერი. როტვეილერი საკმაოდ ცნობილი ძაღლის ჯიშია. ის ზომით დოგო არგენტინოზე ცოტა უფრო დიდია. სამაგიეროდ დოგო არგენტინოს უპირატესობა აქვს კმენის ძალაში. არგენტინული დოგის მაჩვენებელი 500 psi-ია, როტვეილერსაც შეეხება დაახლოებით 328. დოგო არგენტინოს კიდევ ერთი უპირატესობა ის არის, რომ ის ტკივილს საკმაოდ კარგად იტანს. და ალბათ იმასაც შეამჩნევდით, რომ როტვეილერთან შედარებით ცოტა ცხიმს ატარებს. დოგო არგენტინოს ყველა უპირატესობის მიუხედავად, როტვეილერი შეიძლება 15 კილოთი უფრო მძიმეც იყოს მასზე. სწორედ ამიტომ ვფიქრობ, რომ როტვეილერს არგენტინულ დოგთან შანსი აქვს, მაგრამ უფრო 50-50-ია ეს ბრძოლა. შუა აზიური მეცხვარე. შუა აზიური ნაგაზი ანუ ალაბაი სიმაღლეში 60-დან 71 სანტიმეტრამდე მერყეობს.
წონას რაც შეეხება, ძირითადად 40-დან 79 კილოგრამამდეა. იშვიათად, მაგრამ ხანდახან 100 კილოგრამსაც აჭარბებს ხოლმე. შეიძლება არგენტინულ დოგს ბრძოლის მეტი გამოცდილება ჰქონდეს ვიდრე ალაბაის, მაგრამ ზომაში სხვაობა ზედმეტად ბევრია. არგენტინული დოგი ძალიან ძლიერი ძაღლია მისი კატეგორიისთვის, მაგრამ ალაბაის საერთოდ სხვა კატეგორიაა. ამ ყველაფერთან ერთად შუააზიურ მეცხვარეს აქვს ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ყვები ძაღლებს შორის. მისი კმენის ძალა 500-დან 650 PSI-მდე მერყეობს. ვინც დიდი ხანი არ მიყურებთ, მაინც გეტყვით, რომ PSI არის ფუნტი კვადრატულ ინჩზე და გამოიყენება ძირითადად ცხოველების კმენის ძალის გასაზომად. რეალურად PSI ზომავს ეწევას რაღაც კონკრეტული მოცულობის ზედაპირზე. ჩემი აზრით, სწორედ ამიტომ ჯობია სხვა ერთეულებს. თუ ვინმე კმენის ძალას ან თუნდაც დარტყმის ძალას ზომავს კილოგრამებში, ეს არის ცოტა ნაკლებად მართებული. ანუ ვინმე თუ იძახის, რომ ამდენი და ამდენი კილოგრამია ცხოველის კმენის ძალა, ძირითადად არის კილოგრამი კვადრატულ სანტიმეტრზე ან კილოგრამი კვადრატულ მეტრზე. ამ ერთეულებს შორის არის ძალიან დიდი განსხვავება, რაც საკმაოდ დიდ ცნობილებებს იწვევს. ახლა კი მოდით დავუბრუნდეთ ალაბაის. ზოგადად ალაბაი ძალიან უშიშარი ძაღლის ჯიშია. მას უკვე ძალიან დიდი ხანია ცენტრალური აზიის ქვეყნებში იყენებენ საქმრის დასაცავად. ამასთან ერთად ის სახლის ცველოდაც გამოდგება. ალაბაი საკმაოდ გვიანი ძაღლია. სწორედ ამ ყველა ჩამოთვლილი მიზეზიდან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ დოგო არგენტინოს ალაბაი უმეტეს შემთხვევებში დაამარცხებს. კანგალი. კანგალი იგივე ანატოლიური ნაგაზი წარმოიშვა თურქეთის ტერიტორიაზე. მისი მთავარი დანიშნულება დიდი ხნის მანძილზე იყო ცხვრების დაცვა. ამის მიუხედავად მისი გამოყენება სხვა უამრავი დანიშნულებითაც შეიძლება. კანგალი ანუ ანატოლიური ნაგაზი გამოირჩევა ზომით. ის სიმაღლეში 71-დან 86 სანტიმეტრამდე მერყეობს და იწონის 40-დან 80 კილომდე. საინტერესო ის არის, რომ ზოგ კანგალს ისეთი გენი აქვს, რომ ალაბაიზე ბევრად დიდი იზრდება. კანგალი, როგორც ვიცით, არის სპეციალურად გამოყვანილი ჯიში, რის გამოც ზოგიერთი წარმომადგენელი ანომალიურად დიდია. ზოგი კანგალი იმდენად დიდი და ძლიერია, რომ იქაურ პატარა დათვებს და მგლებსაც უწევს კონკურენციას. შეგვიძლია აღვნიშნოთ, რომ კანგალის გამოყვანაში ქართულ ნაგაზსაც აქვს თავისი წვლილი. კანგალის ზომა მისი ერთადერთი უპირატესობა ნამდვილად არაა. ის არის საკმაოდ სწრაფი და ენერგიული და რაც თავარია აქვს ძაღლებს შორის ყველაზე ძლიერი ყვები. მისი კმენის ძალა 600-დან 750 PSI-მდე მერყეობს. ეს დოგო არგენტინოს შედეგზე მინიმუმ 2-ჯერ მეტია. ორივე ანატოლიური ნაგაზის და არგენტინული დოგიც არიან ძალიან ძლიერი ძაღლები. მათთან ხურობა ნამდვილად არაა მიზანშეწონილი. კანგალი გამოირჩევა სიძლიერით, მეცხვარეობის კარგი უნარითა და ერთგულებით. არგენტინული დოგი კი სიმამაცით, უშიშრობით და ძალიან კარგი გამძლეობით. ყველაფრის მიუხედავად ამ ბრძოლაში ფავორიტი ანატოლიური ნაგაზი ანუ კანგალია. მას აქვს უპირატესობა როგორც სიდიდეში, ასევე კმენის ძალაშიც. აქედან გამომდინარე ვასკვნით, რომ დოგო არგენტინოს საკმაოდ ძლიერი ძაღლის ჯიშია, მაგრამ ყველას ნამდვილად ვერ გაუწევს კონკურენციას. ყოველ შემთხვევაში სხვანაირად თუ ფიქრობთ, შეგიძლიათ დამიწეროთ კომენტარებში. მოკლედ, ამით ჩვენი ვიდეო დასასრულს მივახლოვთ და თუ მოგეწონათ ხოლმე რომ დაალაიქოთ, გამოიწეროთ არხი, თუ არ გაქვთ გამოწერილი, ასევე დატოვოთ კომენტარი. ამით არხს ძალიან ეხმარებით განვითარებაში და მეც დიდ მოტივაციას მაძლევთ. რაიმე ახალი ვიდეოს იდეებით თუ გაქვთ, ეგეც ტრადიციულად დამიწერეთ. ვცდილობ, რომ ყველას იდეა გამოვიყენო. მოკლედ, მომავალ შეხვედრამდე.